ვარ ნიკოლოზ ხარაძე 13 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-14 ჯერო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთის თამაში. უკვე 4 წელია ვთამაშობ დინამო ბათუმში. სხვადასხვა პოზიციებში ვთამაშობდი და ახლა ვთამაშობ საყრდენ ნახევარმცველად. მახსოვს პირველი დღე დინამოში რომ მივედი, გავიცანი წვრთნელები, არ ვნევლილებდი და გავხდა ძალიან კარგი გარემო. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა არის ვიხევზრუნო ყველა ფეხბურთელს და გოლების გავიტან. მით უმეტეს რომ ვარ ჩემი გუნდის კაპიტანი. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო მგონია ზუსტი პასების გაკეთება. სულ თავიდან თქვენს რომ ყველა უნდა მოიაროს კაპიტნებმა და ბოლოს ავირჩევთ საუკეთესოს. როდესაც ყველა მოიარეს, დამტოვეს მე. ასე ვთქვა, მეორე წვრთნელი მოვიდა და იგივე მოხდა. და კაპიტნად დამტოვეს. ჩემი საყვარელი ქართველი ფეხბურთელებია გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ქოჩორაშვილი და ასე ვთქვა ბევრი. რაც შეეხება უცხოელ ფეხბურთელებს, მომწონს ძალიან ჯუდ ბელინგემის თამაში, ტონი კროსის თამაში მომწონდა, რომელიც აღარ თამაშობს და ძალიან გორდი დამწყდა ამაზე. ასეთი შესაძლებლობა რომ მქონდეს ვთამაშო რომელიმე ლეგენდას, ავირჩევდი რონალდინიოს. დინამოში ჩემი წვრთნელებია პაატა მაჭუკაძე და ალიკა კანტიძე. პაატა მასწავლებელი არის მხიარული, არ მოწონს ის, რასაც გვეუბნება და არ ვაკეთებთ, და მკაცრია, მაგრამ სამართლიანი. ალიკა მასწავლებელი არის ძალიან სერიოზული ადამიანი, მეგობრული ადამიანი და მომთხოვნი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. თამაში დავიწყებ დინამო ბათუმში, გადავალ შემდეგ თბილისში, ლოკომოტივში, შემდეგ უკვე გადავალ უცხოელ გუნდებში, მანჩესტერ სიტიში და ბოლოს ჩემს საყვარელ გუნდში რეალ მადრიდში. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ასისტების გაკეთება, მაგრამ გოლებიც გამოქვს. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 50-მდე გოლი. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი, ვეთამაშებოდი საბურთალოს, დაიდო ჯარიმა და დავარტყი. გავიტანე ცხრიანში, მეკარე გადახდა, მაგრამ ვერ აიღო. ფეხბურთის თამაში ვაპირებ 45 წლამდე, 45 წლის შემდეგ კი მინდა რომ გამოვიდე წვრთნელი. დიდი სიამოვნებით ჩავიბარებდი და გავწვრთნდი დინამო ბათუმს და მოვაგებიებდი ჩემპიონთა ლიგას. თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ გამოვედი ფეხბურთელი, მაშინ გამოვალ ბიზნესმენი. ბიზნესის სფერო იქნება სასტუმროები და ტურიზმი. რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა რომ გამოსულიყავი ფეხბურთელი, მაგრამ ძალიან პატარა რო ვიყავი, სპაიდერმენობა მინდოდა. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი მასწავლებლები, ძალიან კარგი კლასელები ყავს და არის ძალიან კარგი გარემო. ჩემს კლასში ყველაზე ჭკვიანია თედო კახიძე. ყველაზე ცელქი ვარ მე. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. საყვარელი მასწავლებლია ლალი გუნდაძე, ჩემი ინგლისურის მასწავლებელი, რადგან პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ. ის არის ძალიან მხიარული, ამედროულად არის ძალიან მეგობრული და გამგები. მე რომ ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, მოვაწესრიგებდი სპორტის დარბაზს. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგან მინდა ვითამაშო პროფესიონალური ფეხბურთი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ორი ძმა. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 3 წლის და ქვია დათი. ის არის ცელქი, ჭკვიანი და მხიარული. მეორე ძმა არის 1 წლის და ქვია ნოე. ნოე არის ჭკვიანი და ძალიან საყვარელი. ჩემი აზრით დათი რომ გაიზრდება, გამოვა ექიმი, ნოე გამოვა გემის კაპიტანი. მამიკო არის მშრომელი, მხიარული და ჩემსავით სიმპათიური. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ არ ვყავს შეყვარებული, რადგან ვფიქრობ რომ ხელში მისლის კარიერაში. ჩემი აზრით სოლს რომ ვიყავ, ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ იოანეს და კირას. დედა არის ლამაზი, თბილი, საქმიანი და საყვარელი ძმა. დედიკოს გაკეთებული საჭმელებიდან ყველაზე მეტად მიყვარს შემწვარი კარტოფილი. ჩემი აზრით ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ყინკალს. მიყვარს ფილმებს ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. მე რომ რეჟისორი ვიყო, გადავიღებდი ფილმს ფეხბურთზე. ამ ფილმის მთავარი გმირები ვიქნებოდით მე და რონალდინი. ჩემი ოცნების საჩუქარია ჯუდ ბელინგემის ხელმოწერილი მაისური. ჯეზუს ნურჯიხი რომ მქონდეს, გავაერთიანებდი საქართველოს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო ჩემი ძმის დაბადება. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს სხვისი აზრების კითხვის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეებს ვიტოვებ ასეთ შეკითხვას. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკვდავ. ჩემი აზრით ადამიანები უნდა იყვნენ უკვდავები. ან მინიმუმ უნდა ცხოვრობდნენ 150 წელი. ბედნიერება არის კარგი ოჯახი რომ ყავს, ქართველად დავიბადე და ფეხბურთის თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.